ლოცვა ის კი არ არის, რასაც ვამბობ. ლოცვა მხოლოდ ის არის, რაც გულიდან არის ამოსული როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩემი პიროვნებისათვის. მხოლოდ ის არის ლოცვა. ამიტომ როცა მე მიჭირავს ლოცვის ტექსტი და თუ ყოველი სიტყვა ამგვარად არ არის გულიდან ამოსული, ყველა ვკითხულობ. რა გავაკეთო? დავიწყოთ თავიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი. იმიტომ რომ იმას დიდი ფარისევლობა არ არსებობს, როცა ადამიანი ტა კითხულობს და არაფერი არ ესმის რა არის და შეიძლება ესმოდეს, მაგრამ გულიდან ამოხეთქილი არ არის. სიყალბეა ეს ყველაფერი. იყავ ნებაშე, რა გაიგო. რას აკეთებ იმისათვის, რომ იყოს ნებაშე? წმინდა იყავს სახელი შენი. რას ნიშნავს ეს და რას ვაკეთებ იმისათვის, რომ წმინდა იყოს შენი სახელი ჩემთვის? მამაო ჩვენო, რას ვაკეთებ იმისათვის, რომ შენ იყო მამა, ჩემი კი არა, მამა ჩვენი და ეს რა არის საერთოდ? რატო გელაპარაკები, რატო გეუბნები შენ რომ ჩემი მამა ხარ? რას ნიშნავს ეს? ამიტომ ამ ყველაფერს გაზრების გარშე უბრალოდ ყველაფერს აზრი ეკარგები.